ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკი დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს. მსახიობი და რეჟისორი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი კარიერული წარმატება ცნობილ რეჟისორს მიხეილ თუმანიშვილს უკავშირდება. სწორედ თუმანიშვილთან მიიყვანეს 16 წლის ასაკში, სადაც ჯერ მსახიობის ოსტატობას დაეუფლა, შემდეგ კი რეჟისორიც გახდა. დადგმული აქვს არაერთი სპექტაკლი, რეჟისორად მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში. საზოგადოებას თავი განსაკუთრებით ღიმილის ბიჭებში შესრულებული ერთ-ერთი მთავარი როლით შეაყვარა. რეჟისორისა და მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდის სვეტი ცხოვლის ტაძარში გაიმართა, სადაც მის ხსოვნას კოლეგებთან და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად პატივი მიაგეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკის პირველი ნაბიჯები კარიერაში და მისი შემოქმედება ნახეთ თათია ბუხრაშვილის რეპორტაჟში. მიხეილ თუმანიშვილის ერთ-ერთი საუკეთესო მოწაფე და მისი მუდმივი თანამოაზრე ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკი იყო. ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკი გახდა ის მოსწავლე, რომელთან ერთადაც გადაწყვიტა თუმანიშვილმა დაეარსებინა თეატრალური სახელოსნო, რომლის ბაზაზეც 1978-ში გაიხსნა კინომსახიობთა თეატრი. უსამართლიანესი და უმშვიდობის მოყვარესი. ნუგზარს ძალიან დიდი წვლილი აქვს თუმანიშვილის თეატრის შექმნაში და მისი თუმანიშვილის თანამოაზრე და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბურჯი ამ თეატრის და საერთოდაც საზოგადოებისთვის ძალიან დიდი დანაკლისია, იმიტომ რომ ის როგორც პიროვნება და როგორც ხელოვანი იყო, აი მართლა მეფური ღირსებით ახსავსე კეთილშობილი ადამიანი, ნამდვილი არისტოკრატი, რაც მის შემოქმედებაშიც ჟღავდებოდა და ჩანდა. წინვალე რეჟისორი, რომელსაც არასოდეს არ ჰქონდა ამბიცია, რომ აი წინ გამოსულიყო, მაშინაც კი როცა სამხატვრო ხელმძღვანელი იყო ჩვენი თეატრის, აი სულ მოკრძალებული, სულ უკან, სულ ეს არის ალბათ ყველაზე დიდი თვისება, უმაღლესი არისტოკრატიზმი, ეს არის უმაღლესი კეთილშობილება, ეს არის. ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკი 16 წლის იყო, როცა დედამ მიხეილ თუმანიშვილთან მიიყვანა. რეჟისორმა ახალგაზრდას ჯერ მსახიობის ოსტატობის დაუფლება შესთავაზა და თავის ახალ ექსპერიმენტულ სარეჟისორო სამსახიობო ჯგუფში აიყვანა. ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც გადაცემა ნიღბებს მიღმა შედგა, ამ შეხვედრას ასე იხსენებდა. როდესაც მივედით ბატონ მიხეილ თუმანიშვილთან, სულ განათლებულ ჩემს პედაგოგთან, ვიყავით 16 წლის, მიუხედავად იმისა, რომ მქონდა გაკეთებული არ ვიცი როგორ, მაგრამ სარეჟისორო გეგმა ვაჟა-ფშაველას მოკვეთილის, ბატონმა მიხეილმა რო შეხედა, დედაჩემს უთხრა, ძალიან პატარა არისო და ამ პროფესიისთვის ცოტა ადრე არისო მისი ესეთი არჩევანი, ამიტომ მე გირჩევთ, რომ ჩააბაროსო სამსახიობოზეო. მამის პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკის უახლოესი მეგობრების მიხეილ თუმანიშვილის, არჩილ ჩხარტიშვილისა და გიგა ლორთქიფანიძის შემოქმედებამ განსაზღვრეს მისი სურვილი თავადაც რეჟისორი გამხდარიყო. კარიერის განმავლობაში ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკი მუშაობდა რეჟისორად საქართველოს ტელევიზიაში, ასწავლიდა ხელოვნების აკადემიაში, იყო გრიბოედოვის თეატრის მთავარი რეჟისორი, 1997 წლიდან კი კინომსახიობთა თეატრის მთავარი რეჟისორი, არაერთი სპექტაკლის ავტორი. ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკის ერთ-ერთი მთავარი როლი აქვს შესრულებული რეზო ჩხეიძის ფილმში ღიმილის ბიჭები. ჭკუის კოლოფა მისი ერთადერთი კინოროლი აღმოჩნდა. როგორია? შეშტერო ეს ხო ვენერა. რა ვენერა? ტიციანის ვენერა. პირველ კურსზე როდესაც ვიყავი, როდესაც აი ჩავაბარე გამოცდები, მაშინ ბატონ რეზო ჩხეიძესთან აღმოჩნდა ისიც აბსოლუტურად შემთხვევით. უკვე ძალიან პოპულარულ ფილმში, როგორც არის ღიმილის ბიჭები. ეს არაჩვეულებრივი პროცესი იყო, თუ კი რამე მაქვს ნათელი მოსაგონარი, ეს არის ინსტიტუტი, სკოლა, ინსტიტუტი და ღიმილის ბიჭების პერიოდი. ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკის სხვადასხვა დროს საყვარელი მწერლის გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული აქვს აღდგენითი სამუშაოები, ჰარალეთი, მხოლოდ ერთი კაცი, ფრინავი ხვლიკი ქართულა, ასევე ილია ჭავჭავაძის განდეგილი, მიხეილ მრევლიშვილის წამება დედოფლისა და ნოდარ დუმბაძის ასტვა ცინჩურ ჰამარ. თითქმის ყველა სპექტაკლში ვიყავი მე დაკავებული, ეს დაიწყო პირველი სპექტაკლი იყო კარებს აჯახუნებენ. ეს ინსტიტუტში დაიდგა და მე გადმოვიდა ებაში, როგორ თეატრში. შემდეგი სპექტაკლი მაგისი იყო
დოჩანაშვილის მიხედვით საერთოდ მას დოჩანაშვილი უყვარდა ძალიან და ძალიან ახლობლობდნენ და დამაახლოვა მეც ესე დოჩანაშვილთან იყო ესეთი აღდგენითი სამუშაოები და საოცარი სპექტაკლი იყო. ნუგზარ ბაგრატიონთან დამშვიდობება დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შედგა. იგი მამის, პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკის გვერდით დაკრძალეს. მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თანაგრძნობა გამოხატა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ. დიდად უწუხვართ ბატონი ნუგზარის გარდაცვალების გამო. ბაგრატიონთა დიდებული გვარის გამორჩეული წარმომადგენელი დღეს განსასვენებელ სვეტიცხოვლის დედა ეკლესიაში ჰპოვებს. ვემშვიდობებით განსაკუთრებულ პიროვნებას. წარმომავლობის გამო საუკუნეთა სიღრმედან უხილავად თითოეულ ჩვენგანთან დაკავშირებულს და შევთხოვთ უფალს სავანესა მართალსა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მომადლოს მშვიდობა და ლოცვის ძალა, რადგან ლოცვითი შეწევნა ყველასათვის და პირველ რიგში იმ ქვეყნად ახალ დამკვიდრებულთათვის ფრიად საჭიროა და მნიშვნელოვანი. ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.